საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია სტუდია ნომერი 8, დღეს სამშაბათია. ტრადიციულად 9 ნახევარზე ვხვდებით ერთმანეთს. ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ მე, თორნიკე კივილაძე, ქართული იდეის წევრი და პატრიოტთა ერთობის კოალიციის წევრი, ასე ვთქვათ. მე მინდა გითხრათ, რომ გარკვეული მონოლოგის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ განახორციელოთ ზარები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, ასევე გამოხატოთ პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გნებავთ საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. მე ახლა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, რომ ეკრანზე გამოიტანოს ფირი და წავიკითხავ ნომერს, ჩვენი სტუდიის ნომერს, ასე ვთქვათ, რომელზეც თქვენ შეძლებთ დარეკვას. ეს არის 557 88 55 88. ასევე ტექნიკურ ჯგუფს მიმართავ, რომ როცა გამოვაცხადებ, მაშინ შემოუშვით ზარები. 21 დეკემბერს შესრულდება 40 დღე ბატონ ლევან ჩაჩუას გარდაცვალებიდან. მე მინდა რომ დღევანდელი გადაცემის დასაწყისში ვისაუბრო ლევანის მიერ გამლილ გზაზე, თუ როგორ შეიქმნა ქართული იდეა, როგორ იბრძოდა ქართული იდეა წლების განმავლობაში, ასევე გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ლევანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პატრიოტთა დიდი გაერთიანების ფორმირებაში, რომელშიც შევიდა სხვადასხვა ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო პატრიოტთა ალიანსი და კონსერვატიული მოძრაობა ქართული იდეასთან ერთად და ასევე პატარ-პატარა ორგანიზაციები გაწევრიანდნენ და ასევე ფართო მასშტაბიანი ორგანიზაციები გაწევრიანდნენ ამ ერთობაში. ლევანზე შემიძლია გითხრათ ის, რომ ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე ის მუდმივად ამბობდა, რომ ბრძოლა სასუფეველის მოსაპოვებლად გრძელდება ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე. და ადამიანი ვალდებულია, რომ ისე განვლოს წუთი სოფელი, რომ ასე ვთქვათ, დატოვოს საკუთარი კვალი ამ ცხოვრებაში და წაიღოს იმ ქვეყნად დიდი მადლი. რაც შეეხება ქართული იდეის ფორმირებას, მას შემდეგ რაც ბატონი ლევან ჩაჩუა პოლიტპატიმრის სტატუსით ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გათავისუფლდა საპყრობილედან, ჩვენ ვიცით თუ რატომ იყო ის დაჭერილი, კერძოდ აპროტესტებდა ცნობილი ქართველი ეგრეთ წოდებული კალმოსანის ერეკლე დეისაძის წიგნს, სახელსაც არ დავასახელებ, იმდენად მკრეხელური სახელი აქვს მის პრეზენტაციას უნივერსიტეტში და შემდეგ ამის განხილვა მოხდა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში, სადაც სრულიად გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს ლევანი და მისი თანამოაზრეები, სრულიად აუხსნელი მიზეზით, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ლევანის შემთხვევა იყო განსაკუთრებული, რომ კაცი იჯდა სტუდიაში და ფაქტობრივად არაფერი არ დაუშავებია და დააკავეს და მოუწია დაახლოებით 4 წლის გატარება იმ საპყრობილეში, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ლევანი ხშირად იხსენებდა, რომ ძალიან ბევრ პატიმარს ძალიან სასტიკად ექცეოდნენ და მართლაც სასტიკი რეჟიმი იყო დამყარებული იმ ხანად საქართველოს ციხეებში. ლევანმა ციხეში ყოფნის პერიოდში საკმაოდ დიდი შრომის და დიდი ტანჯვა-წამების შედეგად დაწერა წიგნი, სადაც გააცოცხლა ის სურათი თუ რა ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში, გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს. მან აღწერა სიტუაცია თუ რა ხდებოდა საპყრობილეებში, რა ხდებოდა ქვეყანაში ზოგადად, როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა ეროვნული და ეკლესიური საკითხების და მათი გამზიარებელი ადამიანების წინააღმდეგ და ეს ყველაფერი მან ასახა თავის წიგნში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევანს დაგეგმილი ჰქონდა, რომ გამხდარიყო სულიერი მოძღვარი, მღვდელი, მაგრამ სულიერ მამებთან ურთიერთობისას და საუბრისას გამოიკვეთა, რომ მათ ურჩიეს
რომ პოლიტიკისკენ აიღო გეზი, ვინაიდან პოლიტიკაში საჭირო იყო ეროვნული და ეკლესიური ადამიანების მოსვლა, რომლებიც ბოლომდე დაიცავდნენ ქრისტიანულ მცნებებს, ქრისტიანულ პრინციპებს და ქრისტიანულ პოლიტიკას გაატარებდნენ ქვეყანაში. ეს საკმაოდ რთული საკითხია, დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ და საბედნიეროდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ლევანმა ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე ძალიან ღირსეულად ზიდა ეს ჯვარი, თუნდაც ის ფაქტი რა დღის, რომ მის პანაშვიდებზე და გასვენებაში ასობით ადამიანი მობრძანდა, დააფასა მისი ღვაწლი, მოიხსენია მისი სული და ასე ვთქვათ, მან დატოვა თავისი წარუშლელი კვალი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში და მე მინდა გაგიმხილოთ ჩემი სურვილი, ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომელსაც ღვთისყალობით აუცილებლად შევასხამ ხორცს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქართული იდეის წევრებთან ერთად, თუ ამაში ტელერადიო მაუწყებლობა ობიექტივიც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები და ვიცი, რომ გამოხატავენ ინტერესს ამ მიმართულებით, მე მინდა რომ ისეთი მცირე პირველ ეტაპზე სამოყვარულო დოკუმენტური ფილმი გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზა გაიარა ლევან ჩაჩუამ, როგორ იბრძოლა, როგორ ღირსეულად დაითმინა არაერთი განსაცდელი, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს მისი პერსონა. რაც შეეხება ქართული იდეის დაარსებას, პატრიარქისგან ჰქონდა კურთხევა ლევან ჩაჩუას, ასევე მაღალი იერარქიის და შედარებით დაბალი იერარქიის სამღვდელოებიდან, რომ შეექმნა ისეთი საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენებდა ქრისტიანული პრინციპების გატარებას და ქრისტიანული ეთიკის დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში. ახლა მე მინდა ძალიან ხაზგასმით განვაცხადო, რომ რა თქმა უნდა, რელიგიის და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება და ეს ჩვენი მიზანი არც ყოფილა. რელიგიას აქვს თავის დანიშნულება, პოლიტიკას აქვს თავის დანიშნულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა უნდა იყოს დაცლილი რელიგიური პრინციპებისგან. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენ კლერიკალური სახელმწიფო უნდა შევქმნათ და სასულიერო პირები მართავდნენ მას, როგორც არის ეს მაგალითად ირანში. არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც რაც შეიძლება მეტი მორალურად მდგრადი, განვითარებული, მორწმუნე ღვთისმოშიში ადამიანი მოვა პოლიტიკაში. ლევანი ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს და ქართველებს ძალიან არ გაუმართლა პოლიტიკოსებში. ის ხშირად აცხადებდა, რომ პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააცურეს საქართველოს მოსახლეობა ბოდიში ამ ტერმინისთვის, არაერთხელ მოატყუეს თავიანთი ეგზალტირებული ენერგიით თუ ვიწრო მერკანტილური ინტერესების დამსახურებით ბრჭყალებში საქართველოში რა მდგომარეობაც იყო შექმნილი ბოლო 3 წელზე მეტია ეს კარგად ვიცით. პირადად მე 32 წლის გახლავართ, რამდენიმე თვეში 33 წლის ხვდები და რაც დავიმახსოვს, რაც დავიბადე და რაც აზროვნება დავიწყე მეტნაკლებად, სულ გაჭირვებას ვხედავ ამ ქვეყანაში. მუდმივ გაჭირვებას. შეიძლება ქუჩები განათებულია და ხალხის გარკვეული ნაწილი ფეშენებელურ სახლებს იშენებს და ძვირადღირებული ავტომანქანებითაც გადაადგილდება, მაგრამ ქვეყანაში რომ გაჭირვება, ამაზე ჩვენ შევთანხმდებით. გაჭირვება არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ სულიერი თვალსაზრისით. ქვეყანა არის დანაწევრებული, მას აქვს დაკარგული თავისი ტერიტორიები, თავისი მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ქვეყანას ასევე მივიწყებული აქვს თავისი სხვა ოკუპირებული ტერიტორიები, გულისხმობ მაგალითად ტაო-კლარჯეთს პირობითად. გულისხმობ თუნდაც აი ბოლო ხანებში გარეჯის ფენომენს. პირადად მე აფხაზეთიდან გახლავართ, მართალია 93 წელს დავიბადე თბილისში, მაგრამ ფაქტობრივად ჩემი გული ყოველთვის იყო აფხაზეთში, ვინაიდან
ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახი, ჩემი ბიძები, ნათესავები ხშირად მიყვებოდნენ აფხაზეთის შესახებ და გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ოდესღაც ჩვენ იქ დავბრუნდებოდით, მაგრამ დაბრუნებაც არის და დაბრუნება ჩვენი ღირსეულად უნდა დავბრუნდეთ. ეს დაბრუნება არ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების შემლახავი. მოკლედ დაარსდა ქართული იდეა. ქართული იდეა წლების განმავლობაში იბრძოდა ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. არაერთ საკითხზე გამოდიოდა, იქნებოდა ეს მიწაწყლის გაყიდვის პრობლემა უცხოელებზე, ბანკების მიერ ადამიანების სახლებიდან გამოსახლების პრობლემა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბანკში, ეს ეგრეთ წოდებული LGBT პრაიდები, ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ჩვენი მოძრაობა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აპროტესტებდა ქართული იდეა, რის გამოც ფაქტობრივად მან დაიმსახურა ხალხის ძალიან დიდი სიყვარული და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალბატონ ირმა ინაშვილს, ღვაწლმოსილ ქალბატონს, ასევე დამსახურებულ პიროვნებას ბატონ დავით არხანმოურავს, რომ ჩვენ ქართული იდეის წევრებს მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა ტელეეთერით ვიურთიერთოთ თქვენთან, მივიღოთ ზარები, მივიღოთ შენიშვნები, გონევრული შენიშვნები, გავიგოთ თქვენი პრობლემები, ჩვენი სატკივარი მოვიტანოთ თქვენამდე. ეს ძალიან დიდი წყალობაა, ვინაიდან წლების განმავლობაში, ფაქტობრივად 2014 წლიდან არსებობდა ქართული იდეა და მე შეუერთდი მას 2015 წელს 23 წლის ასაკში. ფაქტობრივად ჩვენი ნატურა იყო, რომ მოგცემოდა შესაძლებლობა ტელეეთერში მიგვემართა, ტელეეთერის საშუალებით მიგვემართა ჩვენი მხარდამჭერებისთვის და პოტენციური გულშემატკივრებისათვის. ეს შესაძლებლობა ტელერადიო მაუწყებლობა ობიექტივმა მოგცა და ობიექტივი სანამ ამას განახორციელებდა უგულისხმობ გადაცემის მოცემას ჩვენთვის საეთერო დროის დათმობის თვალსაზრისით ადრეც ხშირად გვანებიურებდა და მაშინ როცა სხვა ტელეარხების თუ რადიო მაუწყებლობის კარი დაკეტილი იყო ქართული იდეისათვის, სწორედ ობიექტივი იყო ის ტელერადიო მაუწყებლობა, რომელიც ქართული იდეის წევრებს, ქართული იდეის გუნდის ძირითად ბირთვს, მათ შორის ვიყავი მეც, საშუალებას გვაძლევდა, რომ ტელეეთერი თქონოდა ურთიერთობა ჩვენს მაყურებლებთან, ჩვენს მსმენელებთან და მათთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გულის ნადები. ეს რაც შეეხებოდა ლევან ჩაჩუას მიერ გამნილ გზას და ქართული იდეის ფენომენს. რაც შეეხება თვითონ ცნებას ქართული იდეა, ყველა ერს აქვს თავისი მამოძრავებელი საზრისი და იდეა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასაც და ქართველ ერსაც აქვს ეს იდეა. ეს იდეა ილიასეულ პარადიგმაში იყო გამოხატული, მამულის ენის სარწმუნოების დაცვა. შემდეგ ამ პარადიგმას კიდევ ერთი ტრიადა მიამატა და ამატა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩვენმა დიდმა მოღვაწემ, დიდმა სულიერმა მამამ ილია მეორემ. კერძოდ ეს ტრიადა გახლავთ ღმერთი სამშობლო ადამიანი. სწორედ აი ამ ტრიადის გარშემო ტრიალებდა ჩვენი მოძრაობა და არა მხოლოდ ჩვენი მოძრაობა, მე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ პატრიოტთა ალიანსი დღიდან დაარსებისა, ჯერ კიდევ მაშინ როცა არსებობდა ის წინააღმდეგობის მოძრაობის, ასე ვთქვათ, ფორმით. დაარსების დღიდან ეს ტელეკომპანია და ეს პარტია, ეს მოძრაობა ანალოგიურ პრინციპებს ემსახურებოდა. და ლევანი ხშირად ნატრობდა და არა მხოლოდ ლევანი, ასევე ქართული იდეის ძირითადი ბირთვიც, რომ რაღაცნაირად მოხერხებულიყო გაერთიანება. საბედნიეროდ წლების შემდეგ ეს მოხერხდა და მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა პატრიოტთა ალიანსთან, ვართ ამ ერთობის
ნაწილი. ქართული იდეა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც განაგზობს ოპერირებას, მოძრაობას, ვინაიდან ლევანის და მისი თანამებრძოლების ღვაწლი არ უნდა გაქრეს უკვალოდ და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ქართული იდეა დამოუკიდებლად განაგზობს მოღვაწეობას. რა ფორმით იქნება ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ არის გარკვეული განზრახვები, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით, რომ პარტია გაუქმებული გვაქვს, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდეს ეს მოძრაობა და დროთა განმავლობაში გაძლიერდეს და ის აუცილებლად იქნება კოალიციაში პატრიოტთა ალიანსთან. აუცილებლად, ვინაიდან ჩვენ საზიარო შეხედულებები გვაქვს, საერთო ფასეულობები გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს დიდი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად ერთობლივად ვიმოქმედებთ. მე მინდა შევეხო ახლა 30 ნოემბრის აქციას, რომელიც ჩაატარა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად, მათ შორის მონაწილეობას ვიღებდით ქართული იდეის, თბილისის, აჭარის და კიდევ სხვა ქალაქების ორგანიზაციები, ფრთები. ამ აქციაზე პირველი აქცია გახლდათ, პირველი დემონსტრაცია გახლდათ, ბატონი დავით არხანმოურავი ხშირად აღნიშნავდა თავის გამოსვლებში, რომ ნელ-ნელა მოხდება ტემპის აკრეფა და ნელ-ნელა დაიწყება საზოგადოებაში აკუმულირებული საპროტესტო ენერგიის, ასე ვთქვათ, სწორ ყალიბში ჩამოსხმა და შესაბამისად აი ამ ეროვნული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, რასაც ამ შემთხვევაში 30 ნოემბრის აქციის მთავარი მოთხოვნა გახლდათ ამ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების მშენებლობის შეჩერება. ნელ-ნელა აკრებს ტემპს ეს მოძრაობა და 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციაში. იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები, თუმცა აღნიშნავ, რომ უფროსი თაობების წარმომადგენლები ჩვენი მამების და ჩვენი ბებია-ბაბუების თაობები გაცილებით უფრო მრავლად იყვნენ წარმოდგენილები და იქ მავანი ცდილობს იმის თქმას, რომ თითქოს ჩვენს აქციებზე მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები დადიან. ჯერ ეს ერთი ძალიან დასაფასებელია, როცა ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად უფროსი თაობა მაინც ახერხებს მოსვლას აქციაზე და ვენაცვალე მათ ქართველობას და ვენაცვალე მათ მამულიშვილობას, რომ მიუხედავად ამ ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ ასაკობრივი, ასე ვთქვათ, გამოწვევებისა, ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ახალ ეროვნულ მოძრაობაში და ასე ვთქვათ, არიზარებენ და თუნდაც სიცივის მიუხედავად თუ სხვა გარემო პირობების მიუხედავად, თუნდაც მანძილის მიუხედავად ახერხებენ და მოდიან აქციებზე. მაგრამ მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რა გიყა მეც ახალგაზრდა გახლავართ, ჩემზე უმცროსებს, ჩემს თანატოლებს და ჩემზე ოდნავ უფროსებს, აუცილებლად მინდა მივმართო და უთხრა, რომ ქართული მიწაწყლის გაყიდვა უცხოელებზე არის დაუშვებელი. მე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე და გამოვიყენე პატრიარქის სიტყვები, როდესაც მან ბრძანა, რომ მიწაწყალი არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და საერთოდ არავის. ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ თუ კი მის ქვეყანაში ხორციელდება ინვესტიცია, ეს ძირითადად იყოს განხორციელებული, ასე ვთქვათ, საწარმოების თვალსაზრისით, ქარხნების, ფაბრიკების, ვთქვათ, ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და არა ისეთი ქალაქების შექმნით, სადაც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა კი არ იცხოვრებს, არამედ სხვა ეთნიკური და სხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც მრავლად ჩამოვლენ. ახლა კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი ჩემო ძვირფასებო. სამწუხაროდ მე, რა თქმა უნდა, ძალიან შორს ვარ იმ ტენდენციისგან, როდესაც
ადამიანები ლანძღავენ ხელისუფლებას, ლანძღვა არ არის ქრისტიანული მოვლენა, ჩვენ უნდა შევაფასოთ ხელისუფლების მოქმედებები, მათი ქცევის პატერნები, მათი პოლიტიკა, ვინაიდან კრიტიკა, თვითონ სიტყვა კრიტიკა ნიშნავს განშას და არა ვინმე საგებას და ლანძღვას, მაგრამ მე აღვნიშნავ, რომ მთავრობას, ხელისუფლებას აქვს ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულება აი ამ პროტესტის მიმართ და აცხადებენ, რომ ამ პროტესტის ამოსავალი წერტილი არის თურმე ქსენოფობიური განცხადებები. არამც და არამც ბატონებო. საქართველო ყოველთვის იყო ინტერნაციონალური მოტივებით დატვირთული ქვეყანა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ეროვნული იდეოლოგია იყო გამორიცხული, არა, ეროვნული იდეოლოგია იდგა ყოველთვის თავის სიმაღლეზე, მაგრამ სხვადასხვა ერებს იქნებოდნენ ეს რუსები, ებრაელები, სომხები, უკრაინელები, იეზიდები, ასირიელები თუ ბერძნები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ოსები, აფხაზები გნებავთ. მათ ყოველთვის ჰქონდათ სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენ იცით რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ რაოდენობრივად, როდესაც ქვეყანაში შემოდის ძალიან ბევრი განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მით უმეტეს ისეთ მცირე მოსახლეობიან ქვეყანაში, თუმცა არსით დიად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აქ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ვიცით, როგორ დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელსაც ხშირად უწოდებენ სამხრეთ ოსეთს. ეს ტერმინიც სადავოა. სამაჩაბლო არის ცხინვალის რეგიონი, არის რეალურად მისი რეალური სახელწოდება. თავიდან ცოტა ადამიანი დასახლდა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის შემდეგ, მასობრივად შემოვიდნენ. ჰარმონიულად მიმდინარეობდა თანაარსებობა. მაგრამ გარემტრის დაკვეთით, გარემტრის შეგონებით ამ ადამიანებს ბოდიში მომითხოვია ამ ტერმინისთვის და ჩააწვეთეს, შთააგონეს, რომ ქართველები თქვენ მიმართ მტრულად არიან განწყობილები და აქედან გამომდინარე თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. აი ესეთი პრობლემა შეიძლება აღმოცენდეს საქართველოში. ვიცით როგორ დაიკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი და როგორ შეიძლება დაიკარგოს საქართველოს სხვა კუთვნილი მხარეები. ყველა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და ყველა რელიგიური ჯგუფი, რომელიც საქართველოში არის დამკვიდრებული, ისევ და ისევ დავით აღმაშენებლის გამოცდილებით და მისი გამოცდილების გაზიარებით, მისი სიყვარულის და მისი პატივისცემის გაზიარებით, ჩვენ ყველას პატივს ვსემთ, ყველასთვის ქმნით შესაბამის თანასწორ გარემოს განვითარებისთვის, ვაფასებთ თითოეულ ადამიანს და გვიყვარს თითოეული ეთნიკურად არაქართველი თუ არა მართლმადიდებელი ადამიანი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ათეულ ათასობით უცხო ტომელის ჩამოსახლება საქართველოში, ეს იქნება დიდი დემოგრაფიული კატასტროფის განმამპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი. ამიტომ ნუ განვახორციელებთ ამას ბატონებო. კომპანია Eagle Hills-ი საქართველოს გარდა, ეს კომპანია არაბული კომპანია გახლავთ, სხვადასხვა ქვეყანაში იყო შესული და სხვადასხვა ზღვისპირა ზოლის ათვისებას ცდილობდა. ეს იყო არა მხოლოდ ბიზნეს ინტერესები ამ ქვეყნების, არამედ მათი პოლიტიკური ინტერესები და სერიოზულ პროტესტს აწყდნენ. თუმცა გამყიდველმა მთავრობებმა ზურგი აქციეს ხალხს და მაინც მისცეს ამ პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და მე მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივმართო თხოვნით არა, მოთხოვნით მინდა მივმართო, რომ ნუ დაუშვებთ ამას. ეს იქნება კატასტროფა ქართველი ერისთვის. მაშინ როდესაც თქვენ აგდებულად საუბრობთ ეგრეთ წოდებული არაბიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით, აქ პრობლემა არაბებში კი არ არის და არაბულ კულტურაში, აქ პრობლემა არის მასობრიობაში, ანუ მასიურობაში, ამ პროექტის მასიურობაში, რომ ფაქტობრივად იქნება ქალაქები, სადაც ათეულ ათასობით უცხო ტომელი დასახლდება და იქ ქართველის ადგილი შეიძლება
მომსახურე პერსონალადაც კი არ აღმოჩნდეს და იქ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა ვერ შეძლებს უძრავი ქონების შესყიდვას. ჯერ აცხადებთ, რომ თითქოს ბინადრობის უფლების მოპოვება რთული იქნება. ეს ფიციქწამს ბოლო გვაკვირვებსო, ნათქვამია, კარგი გამონათქვამია, თქვენგან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთს აცხადებდით და მეორეს ახორციელებდით და არ არის გამორიცხული, რომ აი სწორედ რომ უძრავი ქონების შესყიდვის შემთხვევაში თქვენ მისცეთ უცხოტომელებს ბინადრობის უფლებას და შემდეგ მოქალაქეობაც კი მიანიჭოთ, ვიცით, როგორ მარტივად ხდება ეს ყველაფერი საქართველოში. ამიტომ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მე მინდა ასევე მივმართო გავკადნიერდე და მივმართო ჩვენ სვირფას სასულიერო პირებს, ჩვენ სასულიერო იერარქიას. ეკლესია, რა თქმა უნდა, არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ბერია, მაგრამ ეკლესიამ აუცილებლად უნდა აიმაღლოს ხოლმე ხმა იმ უკეთურებასთან დაკავშირებით, რაც მოელის საქართველოს. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არ არის პრობლემა. შეიძლება ჯერ იმდენად არ არიან გაცნობიერებულნი საკითხში, ვინაიდან ჩვენ მათგან ბევრჯერ გვახსოვს ეროვნული პოზიციები და ისინი პატივსაცემი ხალხი არიან ნამდვილად და ჩვენი სულიერი მამები არიან და სულიერი მწყემსები არიან, მაგრამ ნუ დაუშვებთ შეცდომას. მე ჩემს წერილში, რომელიც გავავრცელე სოციალურ ქსელებში, რომელსაც ხმოვანი ვერსიაც დაურთე, რათა უფრო ნათლად ყოფილიყო ილუსტრირებული და უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია პოსტის საკითხვა ინტერნეტში მხედველობის პრობლემების გამო, განვაცხადე, რომ იმისათვის, რათა ადამიანი ერი უფსკულამდე მიიყვანო, ამისთვის სკრუპულოზურად შემუშავებული სიცრუეა საჭირო. პირდაპირ არავინ არ მოვა და არ გეტყვის, რომ საშიშროება გემუქრება. პირიქით. მოგატყუებენ. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით, ზარებს ვიღებთ და შეგიძლიათ მობრძანდეთ. საღამო მშვიდობის. ვიტყოდი და ფილმი რომელზეც ძალიან კარგი იყო და ალბათ პატარა ფილმის რო გამოცემული იყო მეტად საკუთრებულად კარგი იყო ვიზია აქვს. ეს ისე საერთაშორისო საფუძველი განვითარებული ის განახორციელებს ჩემო აი ეხლანდელ ბოლოქადექსი გახსოვებული ინტერესზე ავსტრალიაში რომ მოხდა საკმაოდ ესეთი სერვერი მოგოჩეკოთ პრომეტიკაცი და ეს იყო ებრაულების მომწარი და რამდენიმე ისე ნუ არაბიტარნების ისინი იყვნენ და ტერორისტები ყოველ შემთხვევაში ეს აღებულები მაქსიმუმ შეხედოთ ეს რა არის ჩემო ისრაელის მოძალების წინააღმდეგ გამოიღეს მიღებების ხმა თუ როგორი ბრძოლა როგორი ხასიათი მართობრივად მოიხსნიებს ეს თუ არ არის უნდა ისინი აკეთებს მაგრამ აი ავსტრალიაში When შეიძლება როგორც თქვენ სამხრეთ ამერიკაში ინჩიტას რა ქვია თუ ჩრდილოეთ ამერიკაშიც გეოლოგიური ხასიათი მიიღო. მორალი გამოიწვია ეს არის და თუმცა ისტორია თუ არის შეიძლება გავიმართოთ რომ ებრაელები პასაგებია რასაშინელი ჰოლოკოსტების გადაიტანეს და სასინელი ჩაგვრა, მაგრამ ეს ადრე თუ არა უპრემიერ დღესდღეობით სასინელი ყველობის ხასიათი განახორციელებს თუნდაც პალესტინაში. თუ გადაგებიოდეთ ეს უტრიანია და თქვენი მეგობარი და უზაიტი შემოქმედა და არტისტები გვაქვს. აი ცოტა შემიქცე. მადლობა. უღრმესი მადლობა გულწრფელი პოზიციისთვის, დასმული კითხვისთვის. მე არავის არ მეშინია და გულწრფელად ვაცხადებ, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ ჩემს პოზიციებში და ვიტყვი პირდაპირ, რომ რა თქმა უნდა, ებრაელმა ერმა ძალიან დიდი ტანჯვა გამოიარა მთელი თავისი მოღვაწეობის არსებობის ისტორიაში, მართლაც ძალიან დიდი ტანჯვა გამოიარა. ამ ტანჯვის მიუხედავად მათ შეძლეს და შექმნეს შესანიშნავი სახელმწიფო, ეროვნული სახელმწიფო. საშინელებაა ტერაქტები და საშინელებაა ტერორიზმი, მაგრამ არსებობს მეორე რადიკალური მხარე.
ის რასაც ისრაელი დღეს პალესტინაში აკეთებს, ეს აშკარად შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პალესტინელ ხალხს ელემენტარული საკვები არ გააჩნია, ელემენტარული საკვები რომ გამოიკვებონ, მიდის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება იმ მოტივით, რომ თურმე ტერორისტები ფარად იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას და უამრავი ბავშვი, ქალი იხოცება, მე ვფიქრობ, რომ ისრაელი აჭარბებს თავის ძალას და მე ვისურვებდი, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს რამენაირად, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გენოციდის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ ნაცისტური გერმანიის დროს, როდესაც მოხდა ჰოლოკოსტი და საშინელი დევნა განხორციელდა ებრაელებისა, ენით აღუწერელი დევნა, არაერთი წიგნი მაქვს ამასთან დაკავშირებით წაკითხული, როგორ ქონდათ ძვლები დათხელებული შიმშილისგან, წამებისგან, როგორ იდევნებოდნენ ისინი, აი მაშინ ხო იყო გენოციდი ებრაელებისა და მოდით ვიყოთ გულწრფელნი და ვთქვათ, პალესტინაში რაც ხდება დღეს, ეს გამართლებულია, ეს არ არის გამართლებული. მაშინ როცა იხოცებიან ბავშვები, ქალები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მაშინ როცა იკეტება ჰუმანიტარული დერეფნები, ეს როგორ შეიძლება ჰუმანიტარული დერეფანი ჩაკეტო ხალხისთვის, რომელთაც ელემენტარული საარსებო პირობები სჭირდებათ, საკვები, წყალი, მედიკამენტები, საშინელი კადრები ვრცელდება ფეხებმოწყვეტილი, ხელმოწყვეტილი ბავშვების, არის ოჯახები, რომლებიც მთლიანად განადგურდნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამას რაციონალური შეფასება უნდა მისცეს, რაციონალურად უნდა შეაფასოს. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მოგბრძანდით. გამარჯობა. მოგესალმებით. დღეს იყო ინტერაქტივში ესეთი თემა, საქართველოს ხელისუფლება უნდა მოელაპარაკოს თუ არა რუსეთის ხელისუფლება. შეიძლება ამ თემაზე რაღაც პატარა კი ბატონო, ქალბატონო, ბრძანეთ ეთერს გითხოვთ იცით რა არის, ერთ-ერთი ძალიან ახშმაშფოთა იმან, რომ სამხრეთ ოსეთი გაჩვენები იყო როგორც ცალკე ტერიტორია და დროში, არანაირი სამხრეთ ოსეთი საქართველოში არ არსებობს, არასოდეს არ უარსებია. აფხაზეთი კი ბატონო, საქართველოს ისტორიული რეგიონია, მაგრამ რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ხო? ეს არის ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც შექმნეს ბოლშევიკებმა. ამის მასალები ინახება ეროვნულ არქივში. მე მაგალითად დავიწყე ამაზე მუშაობა და მე ნაციონალების დროს მომიწია წამოსვლა და ვეღარ გავაგრძელე ამ თემაზე. ანუ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ოლქი, არანაირი სამხრეთ ოსეთის საქართველოში არ არსებობს. ძალით შეუქმნეს, აი ძალით ხელოვნურად შეუქმნეს მე-19 საუკუნეში კი თხილვაში ოსი არ ცხოვრობდა. აი შევანდაძებ რომ გაუთხარა ის გვირაბი, ხო? აი მასივად მაშინ დაიწყო კიდე განსაკუთრებით შემოსახლება იქიდან და დაუკავშირდნენ იმას და გაძლიერდნენ შემდეგ და აი ძალიან ის ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გამოიწვია, რაღაცა ცალკე დროშით იყო დაჩვენებული საქართველოს ტერიტორიაზე ეს სამხრეთ ოსეთი. ეხლა რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ხო, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდა და რა გამოიწვია ცნობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისა. კოსოვომ როცნო დასავლეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ამას მოყვა შემდეგ პუტინის რეაქცია, რომ აი მე მაგჩები კოსოვო კავკასიაში აფხაზეთისა და ცხინვალის სახით. დასავლეთის საპასუხოდ გააკეთა ანუ საერთაშორისო მოვლენებია დამოკიდებული ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენთან და ჩვენ შევეწირეთ ამ საერთაშორისო დაპირისპირებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს რუსეთი არაფერი დამთმობი არ არის. და თუ მოლაპარაკება უნდა ჩვენთან არა, მაშინ უნდა წაიღოს ეს ცნობა სამხრეთ ოსეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობის შესახებ, ნუ გაიყვას ჯარებს, მაგრამ წაიღოს ის უკან ის თავისი აღიარება, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი რესპუბლიკები და მე დავიწყოთ ეს მოლაპარაკება. ჩვენ რა სულ წაგებულ მდგომარეობაში და სულ დამარცხებული და სულ გადადგურებული და სულ რატო უნდა ვიყოთ ვერ გავიდა, აი რაზე უნდა დაველაპარაკოთ, რაღაცა ხო უნდა დათროს რუსეთმაც, რომ ჩვენ მათ დაველაპარაკოთ, არა? ბატონო, აი მე სრულებით გეთანხმებით თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია გავკადნიერდე და განვაცხადო, რომ
განსწავლული ქალბატონი ბრძანდებით, თქვენი საქმის პროფესიონალი, არაჩვეულებრივი მაგალითი მოიყვანეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვარ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში გაზრდილი. მე ისე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ისე აღგზარდეს ჩემმა ნათესავებმა, რომ ყოველთვის მეუბნებოდნენ, შენ უნდა დაბრუნდე აფხაზეთში ღირსეულად. დიახ, ჩვენ ყველანი უნდა დაბრუნდეთ ღირსეულად. ეს ღირსეული დაბრუნება რას ნიშნავს? აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დაუშვებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდეს სამი სახელმწიფო: საქართველო, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. ამის მცდელობა რუსეთს აქვს. ჩემი პოზიცია გნებავთ რუსეთთან, გნებავთ ამერიკასთან, გნებავთ ევროკავშირთან დაკავშირებით, მიმართებით არის შემდეგი. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. საქართველო არავის არ ებრძვის და საქართველოს არა აქვს სურვილი, რომ იყოს ცეცხლის კერა ვინმეს მიმართ. საქართველოს უნდა მშვიდობიანი, ჰარმონიული არსებობა რეგიონში, რომელიც არის კავკასიის ნერვული კვანძად წოდებული, ხო? ჩვენ რუსებთან ურთიერთობისას ჩვენ სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ. მაგრამ რუსებთან ურთიერთობისას ჩვენ სიმაღლეზე ვერ ვიდგებით, თუ ჩვენ გვეყოლება უღირსი ხელისუფლება. ამიტომ სახელმწიფოს სათავეში უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ დობას საზოგადოების მხრიდან, რომლებიც არიან თავისი საქმის პროფესიონალები, თუნდაც ერთ დარგში. ან შეიძლება არ იყო ბატონო ეს ყბადაღებული პროფესიონალი, დიდი პროფესიონალი, რომელიმე საქმეში იყო საშუალო დონის სპეციალისტი, მაგრამ იმდენად გიყვარდეს შენი ხალხი და შენი ქვეყანა, რომ მზად იყო ემსახურო მას. რუსებთან ურთიერთობისას ყოველთვის სასწორის სპინაზე დაიდება. აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის საქართველოს კუთვნილი ტერიტორია. რუსებმა ეს უნდა გააცნობიერონ. ეს არის ჩადებული ნაღმები იმისათვის, რომ საქართველოს არ ქონოდა პროდასავლური მიმართულება და არ გაწევრიანებულიყო ნატოსა და ევროკავშირში. ეს ნაღმები თავიდანვე ჩადო რუსეთმა. მე პირადად ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავშალოთ დიპლომატიური მარაო რეგიონში, როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, ასევე ევროპის ქვეყნებთან, ასევე აზიასთან. ჩვენ უნდა გქონდეს, როგორ გითხრათ, ნორმალური დამოკიდებულება. ჩვენ არ უნდა ვიქცეთ კონფლიქტის მიზეზად. საქართველო მაქსიმალურად უნდა დაიქცელოს, კარგი გაგებით ვამბობ. სხვა სახელმწიფოების ინტერესებით, რომელიც ჰარმონიზირებული იქნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ეროვნული ინტერესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ. საქართველო იქნება ჰარმონიული თანაარსებობის, თანაცხოვრების მაგალითი კავკასიის რეგიონში, სადაც მათ შორის კავკასიელი ხალხები, თუნდაც განსხვავებული რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები შეძლებენ განათლების მიღებას, ექნებათ ხელმისაწვდომი იაფი სამედიცინო მომსახურება, საქართველო, თბილისი, საქართველოს სხვა ქალაქები, სხვა მხარეები იქნებიან კულტურული ცენტრები კავკასიის. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და არა რაღაც, ასე ვთქვათ, სამხედრო ბლოკში გაწევრიანება და ჩვენ ვიცით, რომ პატრიოტთა ალიანსის და ქართული იდეის საგარეო პოლიტიკური ვექტორი გახლავთ ის, რომ საქართველო ჰარმონიულად თანაარსებობდეს ყველა სახელმწიფოსთან და ყველა ორგანიზაციასთან. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ თავად განსაზღვროთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი თუ არა და აგერ შესანიშნავი მაგალითი ახსენეთ ქალბატონო, ასევე მინდა აღვნიშნო კოსოვო ახსენეთ თქვენ. მე ერთ-ერთ ტელეარხზე მუშაობდი, პატივისცემით მოვიკითხავ ჩემს ხელმძღვანელობას, მუშაობდი ერი მედიაზე, ბატონ ლევან ვასაძის ტელეარხზე. ჩემი ხელმძღვანელობა მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით და იქ მე გავაკეთე სიუჟეტი კოსოვოსთან დაკავშირებით. კოსოვო ეს არის სერბეთის გული. იქ ცხოვრობს ბევრი ალბანურ ენოვანი, ალბანური წარმოშობის მოქალაქე, მაგრამ კოსოვო ყოველთვის იყო სერბეთის გული და სერბები ძალიან მტკივნეულად განიცდიან კოსოვოს დაკარგვას. ძალიან მტკივნეულად. და
და ჩვენ სოლიდარული უნდა ვიყოთ სერბების მიმართ. სერბეთი იმსახურებს კოსოვოს დაბრუნებას. კოსოვო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. კოსოვო არის სერბეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. მით უმეტეს სერბები ჩვენი ძმები არიან, მართლმადიდებელი ძმები არიან. ვიცით როგორი პატრიოტი ხალხია, ვიცით როგორი მორწმუნე ხალხია, რამდენი დიდი წმინდანი აღზარდა ამ ერმა, გამოზარდა ამ ერმა. ჩვენ ვიცით და აქედან გამომდინარე მე მადლობას გიხდით ხალბატონო ამ მაგალითის მოხმობისათვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქართული იდეის და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ სამხედრო მიუმხრობლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რომელიმე ბლოკის წევრი, ჩვენ ყველასთან უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა, რათა არ გამოვიწვიოთ ვითარების ესკალაცია რეგიონში, ეს არის ჩვენი ამოცანა. მე ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი ხოლმე ამ საკითხს, ვინაიდან იცით, რომ ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა ხშირად აღშფოთდება იმის გამო, როცა ვიღაცა განაცხადებს, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ პირადად მე გეუბნებით ჩემს მოსაზრებას, ეს არის ჩემი სუბიექტური ხედვა. დიპლომატიური მარაო რეგიონში, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა. ამ პოზიციაზე იდგა ცხონებული აზგარდაცვლილი ლევან ჩაჩუაც, ვიზიარებდით მის ხედვებს. ამ პოზიციაზე დგას საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და მერწუნეთ ეს არის ოქროს შუალედი, რომელიც უნდა დავიჭიროთ. ზომიერების გზნობაზე, შეგრძნებაზე, პრინციპზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კურსი. რუსეთს ჩვენ არც ბაბაია არ უნდა დაუძახოთ და არც დასავლეთს არ უნდა გავეფინოთ ხალიჩად. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი თავმოყვარეობა, ჩვენი ელემენტარული თავმოყვარეობა და არა პატივმოყვარეობა. ეს ორი განსხვავებული ცნება. ჩვენი თავმოყვარეობა უნდა გაგვაჩნდეს, ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც უსაფრთხოება არის გარანტირებული, მოქალაქე არის დაპურებული, დაცული, განათლება, მეცნიერება არის განვითარებული, ეკოსისტემა არის დაცული, სოფლის მეურნეობა არის განვითარებული, საქართველოს ყავს ძლიერი ჯარი და ძლიერი შეიარაღება და საქართველოს აქვს ნორმალური ჯანდაცვის და დემოგრაფიის პოლიტიკა. ამ საკითხებზე საუბარი ჩვენ დიდხანს წაგვიყვანს, ჩვენი ფორმატი იცით რომ შეზღუდულია და ახლოვებით 45 წუთს გრძელდება ხოლმე ჩვენი გადაცემა. მე მადლობას გიხდით მსმენელებო. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს იმისთვის რომ უზრუნველყო ამ გადაცემის ტექნიკურად უზრუნველყოფა, ასე ვთქვათ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და ვისურვო რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი ამ ერთობას. ასევე სხვა პატრიოტულ ძალებსაც ვუსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებას თავიანთ საქმიანობაში. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ჩვენ საერთო პრინციპების გარშემო უნდა დავირაზმოთ. უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.